მოდით პატარა ექსპერიმენტი ჩავატარო და დავტესტოთ ჩემი ლოგიკა. ტრამპი, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებს საგარეო საქმეებში, ისეთ რაღაცას, რაზეც მე ყველა ეჩხუბება, რატო ჩაირი, რა შენი საქმე იყო. ასეთ რაღაცას ყოველთვის აკეთებს მოულოდნელად. როგორც მოულოდნელად ჩაერთო 12 დღიან ომში, რომელსაც ისრაელი აწარმოებდა ირანთან, ჯერ ისრაელი ბომბავდა და მერე ბოლოს ძალიან უეცრად და მოულოდნელად ამერიკა ჩაერთო და ერთ ღამეში ყველაფერი დაასრულა. როგორც აიყვანა მადურო, ასევე ეს ზოგადად რომ მადუროს რაღაცას უპირებს, დიდხარია ვიცით და ნახევარწელია ველოდებით, მაგრამ კონკრეტულად იმ ღამეს რო იზამდა ამას, ესეც მოულოდნელი იყო. თან შიგნით ამერიკაში ამ დროს ძალიან დიდი კამათი და ისტერიკა იყო, რომ როგორ გაბედა და პოლიციამ როგორ მოკლა ანტიფას ის რო ვილაპარაკეთ წინა ვიდეოში ციკვინალევაკები, რომლებიც არალეგალებს იცავენ და ქალი რო შეაკვდა პოლიციას. აი იმაზე იყო ძალიან მაღალი სკანდალი, აი მაღალ გრადუსებში სკანდალი ქვეყანაში და ამ დროს ტრამპი გავიდა და მადურო მოიტაცა. მადუროს მერე ძალიან რამოდენიმე დღეში დაძაბა ურთიერთობა ირანთან, ხალხს ეუბნებოდა მოვდივართო. ამ დროს ძალიან ადუღდა შიგნით ქვეყანაში გრადუსი იმასთან დაკავშირებით, რომ რატო აკეთებს ამას, ტრამპი რა ჩვენი საქმეა, ჩვენ არ უნდა ვერაოდეთ და მთელი მსოფლიო ერთის მხრივ ელოდებოდა, რომ ამას იზამს და შიგნით მთელი ქვეყანა ეჩხუბებოდა, რომ ნუშვებიო. და იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო ელოდებოდა და თითქოს აი ძალიან მოსალოდნელი იყო, რომ რაღაცა უნდა გაეკეთებინა, ამის გამო შინაგანად უგრძნობდი, რომ ახლა არაფერს არ იზამს. იმიტომ რომ ყველა ძალიან ელოდება და როდესაც ასეთი მოსალოდნელია, ტრამპს არ უყვარს ვიღაცების მოლოდინების გამართლება. ტრამპს უყვარს პირიქით, ან ძალიან სიურპრიზად რაღაცი გაკეთება ძალიან მოულოდნელად, როცა მთელი მსოფლიო ეჩხუბებოდა, რომ რას ერჩი გრენლანდიას, ჩავიდა დავოსში და არავინ არ ელოდა, რომ დავოსში მოხდებოდა ეს გარიგება უცებ ნახევარ საათში. ყველას პირიქით ეგონა, რომ ახლა ევროპა აუჯანყდება, ევროპა გაუძალიანდება, ევროპა აჩვენებს თავის ძალას და უცებ გამოვიდა და ჩვენ უკვე დავდეთ ხელშეკრულება, ყველაფერი კარგად არისო. ანუ მნიშვნელოვანი რაღაცების კეთება უყვარს მოულოდნელად და პირიქით იმ მომენტში, როდესაც ყველა ელოდება, არ აკეთებს. და მე ახლა ვფიქრობ, ეს ეპშტეინის ფაილები ხო იმიტომ არ გამოაგორეს შემთხვევით, რომ მთელი ქვეყანა აწიკვინდა, მთელი მსოფლიო აწიკვინდა, ყველა ამ ეპშტეინის ფაილებზე ლაპარაკობს, იმისთვის, რომ ახლა ყველა სანამ ამაზეა გადართული, უცებ ირანს რაღაცა უქნას. და შესაძლებელია თუ არა, რომ აი ამ კვირაში ეს გააკეთოს. აი გამოვცადოთ ჩემი თავი. თუ გამართლდა ჩემი ლოგიკა. თუ ამ კვირაში არ მოხდა, ესე იგი არასწორად მგონია, რომ ეპშტეინის ფაილები ამისთვის გამოაგორეს. შესაძლებელია ეპშტეინის ფაილები იმისთვის გამოაგორეს, რომ ISIS სკანდალი გადაფარონ და გადაფარეს კიდევაც უკვე არავინ არ ლაპარაკობს არც იმ მოკლულ ქალზე და არც იმ მოკლულ კაცზე, ან იმის გადასაფარად, ან უკეთესია, რომ ირანის გადასაფარად იყოს. ნახოთ, მოხდება თუ არა ეგ ამბავი.